Konda მოსმენილი სავარაუდოდ ეს ინტერვიუ, ალიევის ინტერვიუს გულისხმობ, მათ შორის თორთონის განცხადება მოვისმინეთ. ჩვენ ირანის და აზერბაიჯანის სავარაუდო ჩარევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებით აქტიური იყო გარკვეულ რეგიონებში ადგილობრივ თემებზე ზეწოლის ფორმატში, როგორც აღნიშნა დღეს მან და როგორ ფიქრობთ, ხო, როგორ შეიძლება აი ამ ტიპის, არ ვიცი, თუ ხედავთ შესამჩნევია მართლაც აი ეს რეგიონალური ჩარევა, რომელიც მოდი ვთქვათ, რომ პირდაპირ არის უკიდურესად სახიფათო, იმიტომ რომ პირდაპირ ეთნიკურ და რელიგიურ ფაქტორებზე ფოკუსირდება და როგორ შეიძლება რამდენ სახიფათოა ეს კიდევ ერთი სახიფათო კერა შეიძლება თუ არა დავინახოთ აქ დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის კუთხით თუნდაც და ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორი რეაქცია ექნება ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს უკვე დისკუსიის თემა გახდა. გამარჯობა ვიკა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. დღეს ნამდვილად აღნიშნა ლორა თორტონმა ის, რომ აზერბაიჯანული მხარე სავარაუდოდ რაღაცა ფორმით ეხმარებოდა არჩევნებში ქართულ ოცნებას. ეს დეტალები ალბათ უფრო მეტად სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა იციან, ვიდრე თქვათ აქ ამერიკულ ან ვაშინგტონის წრეებში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ალიევის ინტერვიუშიც გამოჩნდა ის, რომ აზერბაიჯანს აქვს ძალიან დიდი საკუთარი ინტერესი, როგორც მთლიანად რეგიონში, ასევე რა თქმა უნდა საქართველოშიც. და ძალიან ამ ინტერვიუში ძალიან კარგად ჩანს ეს, რომ ის ამბობს, რომ საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა თუ ეს პროცესი, რასაც ახლა გადის რეგიონი, საბოლოო ჯამში უკავშირდება კავკასიის მართვას, ვინ მართავს კავკასიას. მე არ მგონია, რომ ალიევი ფიქრობდეს, რომ საქართველო უნდა იყოს ამ რეგიონში წამყვანი ძალა, სავარაუდოდ ის ფიქრობს, რომ თვითონ უნდა იყოს აზერბაიჯანი უნდა იყოს ეს დომინანტი ქვეყანა კავკასიაში. ძალიან ამ ხრივ, რა თქმა უნდა შევხედოთ, როგორია მისი დამოკიდებულება, როგორია მისი მმართველობა ზოგადად ქვეყნის. 2003 წლიდან არის თუ არ ვცდები ალიევი ქვეყნის პრეზიდენტი, ანუ აზერბაიჯანში დემოკრატიის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი, როგორიც იყო, ან თუნდაც შეიძლება დღესაც არის საქართველოში. აქვს სრული დომინაცია ალიევს როგორც ქვეყნის მმართველს და სახელმწიფოს მმართველს აბსოლუტურად ყველა ასპექტზე ქვეყნის ფუნქციონირების და მას შემდეგ რაც ყარაბაღში აზერბაიჯანმა აღიდგინა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამის შემდეგ მისი მანდატი კიდევ უფრო ერთგვარად გაიზარდა და ამის შემდეგაც ვნახეთ გარკვეული ესეთი კაცრი ნაბიჯები იქნებოდა ეს, რაც იყო დარჩენილი სამოქალაქო საზოგადოების თუ მედიის წინააღმდეგ. ანუ ამ კონტექსტში უნდა ვისაუბროთ ალბათ, როგორც აზერბაიჯანის იქნება ეს გავლენა თუ დახმარება თუ პარტნიორობა საქართველოს ქართული ოცნების მთავრობასთან. და შევაფასოთ ის, რატომ ამბობს ის იმას, რასაც ამბობს. მოგეხსენებათ კიდევ ერთხელ ალიევი პრეზიდენტი იყო ასევე წინა საქართველოში წინა ხელისუფლების დროსაც და საქართველოს იმ ხელისუფლებასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში მე დიდი გამოწვევები და სკანდალები არ მახსოვს იმ პერიოდიდან. კი ბატონო. და უნდა საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს ძალიან აქტიურად აზერბაიჯანი და ყველა ერთგვარად ელოდება იმას, ალიევმაც განაცხადა ის, რომ დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის უკეთესი ურთიერთობა იქნება, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან გვაქვს ესეთი განცხადება აქვს გაკეთებული. ირანზეც კი ბატონო, დაასრულეთ და შემდეგ ირანზეც მინდა გკითხოთ. და ნუ აი ყველა რაღაცა ისეთ მომენტში ვართ ახლა ეს ბოლო რამდენიმე კვირა და კიდევ დამატებით აი რამდენი დღე დარჩა 20 კიდევ 10 დღე დაახლოებით ვართ ყველანი აი ამ მოლოდინის რეჟიმში რომ აი როგორც კი შეიცვლება ადმინისტრაცია და უფრო მეტად გამოიკვეთება ის შტრიხები რაც ექნება ტრამპს საგარეო პოლიტიკაში ვფიქრობ უფრო ნათლად დავინახავთ როგორც ამერიკის პოზიციას ასევე იმას თუ როგორ დაალაგდება სიტუაცია სხვადასხვა რეგიონში. ამაზე აუცილებლად მინდა ვისაუბროთ 20 იანვრის მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელზეც მთელი პროპაგანდა აწყო ქართულმა ოცნებამ. შეგეკითხებით, მინდა რომ ეს ამოვწუროთ ეს თემა, რამდენად სერიოზულად შეიძლება განიხილებოდეს პრემიერის ვიზიტი
ეგრეთ წოდებული პრემიერის მე ასე ვახსენებ ხოლმე მას ვიზიტი როგორც თუმცა მაშინ იყო პრემიერი. კი, მაშინ ნამდვილად იყო საქართველოს პროდასავლური კურსისგან, როგორც გადახვევა კურსისგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ანუ ეს წითელი ხაზი რამდენად შეიძლება იყოს ახალი ადმინისტრაციისთვის. თქვენ ახსენეთ ეხლა რომ უფრო გამოიკვეთება, ხო? კონტურები, როგორ აღიქვამს ახალი ტრამპის ადმინისტრაცია ქართულ ოცნებას. აი ეს ვიზიტი რამდენად შეიძლება იყოს ერთგვარი წითელი ხაზი და შესაძლოა ეს ვილსონმა და კარგად იცოდეს და ამიტომაც ხშირად ახსენებს ხოლმე ტრამპის ადმინისტრაციას ამ ვიზიტს. ერთ სიტყვი კიდე რომ სხვათა შორის ისრაელის მედია ძალიან ხშირად აჩვენებს კობახიძის ირანში ვიზიტს, აშუქებს ძალიან კაფიოდ ამას და მე როგორც ვიცი აქ იყო ჩამოსული ჩემი ინფორმაციით ჟურნალისტის ისრაელიდან, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა კობახიძესგან, მე წავიდა და უკიდურესად ნეგატიური რეპორტაჟიც მთელი ეს მოკლედ 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა კობახიძის აი ამ ვიზიტს, სადაც იყო ასევე ეს დარბევები დემონსტრანტების მისამართი და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ამან რა როლი შეიძლება ითამაშოს მით უმეტეს ეგ სანქციების, სავარაუდო სანქციების ახალი ნუსხა წამოგვეწია დღეს რადიო თავისუფლების ცნობით. ცალსახად უარყოფითი მოვლენაა ეს. ანუ არ არის კუთხე რომლიდანაც შეიძლება შეხედო ამ ვიზიტს და თქვა რომ რაღაცა მით უმეტეს როცა შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან ურთიერთობაზეა საუბარი, ამ ჭრილში კუთხე არ არსებობს, რომელთაც ეს დადებითად შეფასდებოდა. იქ რა თქმა უნდა იყვნენ სხვა ქვეყნების ლიდერებიც, არ იყო კობახიძე ერთადერთი სახელმწიფოს ლიდერი ამ დაკრძალვაზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყანათა რიგი თუ ის ადამიანების ლიდერები, ვინც იყვნენ წარმოდგენილი. სწორედ ის იწევს არა მხოლოდ ის, რომ თეირანში ჩავიდა საქართველოს პრემიერი მაისში და ივლისში, ანუ ორ თვეში ორჯერ იყო ჩასული. ერთხელ დაკრძალვაზე, მეორედ ინაუგურაციაზე ახალი პრეზიდენტის. ეს თვითონ ის ფაქტი, ვისთან ერთად იყო ის წარმოდგენილი ამ ცერემონიებზე ორივეზე. ეს არის კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტორი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მანამდეც და მის შემდეგაც ის, ვინც დარჩა ცოცხალი მათგან, რამდენიმე მათგანი აღარ არის ცოცხალი, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელმა ზოგ შემთხვევაში აღიარებული თავის თავზე აიღო ადამიანებზე თავდასხმა თუ მათი ლიკვიდაცია, ზოგ შემთხვევაში არ არის დადასტურებული, მაგრამ რამდენიმე ადამიანია იმ ჯგუფიდან, რომელთან ერთადაც გვაქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფოტოები. დღეს აღარ არიან ცოცხლები იმის გამო, რომ ისინი ამერიკის და ისრაელის განადგურებისკენ მოუწოდებენ, რა ვიცი, თავიანთ მხარდამჭერებს და თავიანთ ქვეყნებს. ეს ძალიან ცუდი ვიზუალური დარბაზშიც ყვიროდნენ და არსებობს ასეთი კადრები, ამერიკის განადგურება და იქ კობახიძე ისმის ამას ვამბობ ზუსტად, რომ არა მხოლოდ შეცდომა იყო, არამედ ვიზუალი ისეთი დატოვა ამ ვიზიტმა, რომ მისი გამოსწორება რაიმე ფორმით მის დადებით კონტექსტში მოქცევა ძალიან ძნელი იქნება ქართული ოცნებისთვის. ამასთან ერთად მას შემდეგ რაც ტრამპი გამოიკვეთა როგორც ერთადერთი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, საპრეზიდენტო კანდიდატი, შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა, როგორც ჩანს რაღაცა პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, გამოვლინდა ის, რომ ირანელებს ჰქონდათ ყავდათ დაქირავებული ჯგუფები და ადამიანები, რომლებსაც ტრამპის მოკლა სურდათ. ეს არ ვიცი რამდენად გავრცელებულია ინფორმაცია საქართველოში ამის შესახებ, მაგრამ შეერთებულ შტატებში საკმაოდ ისეთი ხმამაღალი გახმაურებული სკანდალი იყო ეს. და ეს იყო არა მხოლოდ ტრამპი, არამედ მაიკ პომპეოც ერთ-ერთი სამიზნე იყო ამ შეკვეთილი სავარაუდო მკვლელობის მცდელობისა და ასევე იყო ნიკი ჰელი. ანუ მთლიანად, რა ვიცი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიპი თუ შეგვიძლია მოვიაზროთ ვინმე, ეს ადამიანები ირანის მხრიდან იყვნენ შერჩეულები მკვლელობის სამიზნეებად, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მის გარეთაც. ესაც კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორია ჩემი აზრით,
საქართველოს ამერიკის ურთიერთობებში ირანის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობს მთავრობასთან, რომელიც მზად არის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი მოაკვლევინოს ვიღაცას. ანუ ეს არ არის, რა თქმა უნდა, პატარა ფაქტორი მცირე. და შესაბამისად დღეს სხვათა შორის ჯო ვილსონმა ახსენა კიდევაც ეს გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოძიება და ის რომ ახლა უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ის რომ ირანელები მზად იყვნენ მოეკლათ ტრამპი მათ ამის საშუალება რომ მისცემოდათ და აი ამ საქართველოს მთავრობის მოხსენება ხდება იმ კონტექსტში, როცა საქართველოს ირჩევს მეგობრად ან პარტნიორად ისეთ ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ გამოწვევას უცხადებენ შეერთებულ შტატებს, არა მხოლოდ რაღაცა პოლიტიკურ, იდეოლოგიურ დონეზე, არამედ ფიზიკურადაც, ფიზიკური განადგურების მხრივ. კი, ხო, ნუ არ ვიცი, მართლაც არ ვერ ვხედავთ რაღაცნაირად ურთიერთობების გადატვირთვის კონტურებს, რაზეც ოცნება მუდმივად აპელირებს, აქვს მთელი პროპაგანდა აწყობილი ამასთან დაკავშირებით, ეს ბოლო კითხვა იქნება თქვენთან, თუმცა ქართული ოცნების რაღაცნაირად წევრები მუდმივად 24/7-ზე, აი ამ 20 იანვარს, როგორც აი რესტარტს ამ ურთიერთობების მოიხსენიებენ, რასაც ჯერ ვხედავთ, ჯერ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უწოდებენ პრეზიდენტს, დღეს ძალიან მკაფიოდ თქვა ეს ვილსონმა, იქნება სტუმრად ინაუგურაციაზე, არ იქნება ყაველაშვილი, არ იქნება არც ერთი წევრი ქართული ოცნებისა. რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა შეფასდეს ეს ვიზიტი და საერთოდ ფიქრობ თუ არა, რომ ახალ ადმინისტრაციას აუცილებლად, არ ვიცი, ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, პირველი დამოკიდებულება შეიძლება ზუსტად აქ ჩანდეს, რომ არავინ ესწრება ქართული ოცნების მხრიდან ამ ღონისძიებას. ეს არ იქნება ალბათ ხო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თქო, ამის თქმა მინდა, რაზეც მუდმივად ვისმენთ ყველა სანქციის პირობებში. ეს არ არის ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არანაირად, პირიქით არის ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტის გადაწყვეტილება ის ვინ იქნება მიწვეული და ვინ არა. ასევე არის ინდივიდუალური კონგრესმენებისა და სენატორების და ასევე შტატების გუბერნატორების გადაწყვეტილება ვის მიიწვევენ ისინი. როგორც წეს დაახლოებით 6 ბილეთი შეუძლია ესეთ წარჩინებულ გამოჩენილ ადამიანებს შეუძლიათ აი ესე დაპატიჟონ 6 ადამიანი ამ ღონისძიებაზე. ქართული ოცნებიდან მე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს ინფორმაცია და არ ვიცი ვინ ესწრება, ვინ არ ესწრება. არავინ ესწრება, ნამდვილად შემიძლია გითხრათ ბოლო ინფორმაციით, ახლა არ ვიცი 20 იანვრამდე კიდევ არის, რა ვიცი, დრო დარჩენილი, თუმცა ბოლო ინფორმაციით არავის მიუღია მსგავსი მოწვევა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის, რასაც კონგრესმენი ვილსონი და მისი ესე ვთქვათ, საქართველოს მხარდასაჭერად შექმნილი კოალიცია აკეთებს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაღაც ერთგვარი ესეთი სიმბოლური თუ ვიზუალური კულმინაცია იქნება აი ამ თემისა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ეს რა თქმა უნდა სიმბოლურად მხარდაჭერის, ვთქვათ, ლეგიტიმურობის აღიარების და ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რაც შეეხება თვითონ 20 იანვრის შემდეგ რაღაცა ჯადოსნურად უცებ ყველაფერი შეიცვლება და საქართველოს ამერიკის ურთიერთობები დაუბრუნდება იმ ჩვეულ სტრატეგიული პარტნიორობის რიტმს და ჩარჩოებს, მე ამ სცენარს ვერ ვხედავ პირადად. პირიქით ვფიქრობ, რომ ამას დასჭირდება რაღაცა დრო და დიდი ძალისხმევა, თუ მივედით იმ ეტაპამდე, ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არ მინდა ძალიან პესიმისტურად ჟღერდე, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა არ იქნება მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა დაიდო ამერიკასა და საქართველოს შორის, ორი ქვეყანა ნამდვილად იყო სტრატეგიული პარტნიორი, იქნებოდა ეს, რა ვიცი, ნატოს სამხედრო ოპერაციებში ჩართულობა თუ სხვა სახის სამხედრო და არასამხედრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ახლა ეს ფაქტობრივად აღარ არსებობს. შეერთებულმა შტატებმა მოგეხსენებათ ნატოს წვრთნები საქართველოში თუ ნატოს ეგიდით წვრთნები საქართველოში გააუქმა, მას შემდეგ მიყვა არაერთი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი და გერმანია. ანუ რაღაცა
პროცესი უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ საწყის ეტაპს, რომელზეც იყო სტრატეგიული პარტნიორობის გაუარესებამდე. თუ არა შეწყვეტამდე. ის, რაზეც საუბრობთ ახლა ირანთან დაკავშირებით, იქნება ძალიან დიდი ფაქტორი, როდესაც პრეზიდენტ ტრამპს მიუტანენ, საქართველოს შესახებ ბრიფინგს და ეტყვიან, რომ აი ეს არის დღევანდელი ურთიერთობების მონახაზი და როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოსთან, რას ფიქრობთ? ვფიქრობ, რომ ირანი, ჩინეთი განსაკუთრებით ეს ორი ქვეყანა და რა თქმა უნდა რუსეთთან ურთიერთობა იქნება გადამწყვეტი ფაქტორები. ირანზე ვისაუბრეთ ახლა და ძალიან გასაგებია რა იქნება შეერთებული შტატების პოზიცია. თანადროულად საქართველოსთვის ერთდროულად ირანთანაც პარტნიორი იყოს და შეერთებულ შტატებთანაც ესე ორ სკამზე ჯდომა ვფიქრობ, რომ არ იქნება შესაძლებელი და ასევე ჩინეთი, რომელიც არის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრძელვადიანი როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო გამოწვევა. საქართველოს ჩინეთს მისცა საშუალება პირველად ერთი გზისა და ერთი სარტყელის პირობებში თუ ამ განხორციელების პროცესში ამ პროექტისა, რომელიც ჩინეთის გიგანტური გლობალური პროექტია, რომელიც ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზე ინფრასტრუქტურის აშენებას, ძირითადად საკუთარი ხარჯებით ან სესხებით, რომლებსაც ამ მთავრობებს აძლევს. ამ პროექტში მონაწილეობით საქართველოს ჩინეთს გაუხსნა შავი ზღვა. მანამდე ჩინეთს შავ ზღვაზე პორტი არ ჰქონია. ანუ ამ პროექტის აშენების შემთხვევაში, საქართველოს შეერთებული შტატებისთვის იქნება ქვეყანა, რომელმაც მარტო შავი ზღვაც არ არის, აქ არის მთლიანად რეგიონზე ჯდომა ფაქტობრივად, იქნება ეს შავი ზღვიდან რა თქმა უნდა შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში გადასვლის საშუალება და ასე შემდეგ. ანუ ეს ორი ფაქტორი ძალიან გრძელი პასუხი გამოვიდა, მაგრამ ის ფაქტორები, როგორებიცაა ირანი და ჩინეთი, ვფიქრობ ტრამპთან ურთიერთობაში ისეთი გამოწვევა იქნება, რომელთა გადალახვაც ესე მარტივად მით უმეტეს ინაუგურაციის მეორე დღეს ნამდვილად არ მოხდება. მადლობა, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. მადლობა იას დავემშვიდობ.